წითელ მოედანზე ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი 9 მაისის სამხედრო აღლუმის ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის მიზეზი უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი ომი და კიევის მხრიდან საპასუხოდ საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული პროცესებია. თუკი გასულ წლებში აღლუმის გამართვის იღვლილ ბუნდოვანება მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ოპონენტებსა და ექსპერტებს შორის იყო, ახლა რისკების შეფასება სახელმწიფო ელიტამაც დაიწყო. კრემლის პრეს-სპიკერმა უკვე დაადასტურა, რომ წითელ მოედანზე აღლუმი გაიმართება, თუმცა სახეცვლილი ფორმატით. დმიტრი პესკოვის თქმით, შესაძლოა ტერორისტული საფრთხების აღკვეთისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს სამხედრო ტექნიკა. ის, რითაც კრემლი მუდმივად იწონებდა თავს და საერთაშორისო დონეზე, გამოფენილი შერეღებით ცდილობდა ძალის დემონსტრირებას. ეს ყველაფერი კი იმით გაამართლა, რომ წელს ნაციზმზე გამარჯვების საიუბილეო თარიღი არ არის. Киевский режим, который каждый день теряет земли. კიევის რეჟიმი, რომელიც ბრძოლის ველზე ყოველდღიურად კარგავს მიწებს, ახლა მთლიანად ტერორისტულ აქტივობაში გადაეშვა. ამიტომ ტერორისტული საფრთხეების ფონზე, რა თქმა უნდა, მიიღება ყველა ზომა ამ საფრთხეების მინიმუმამდე დასაყვანად. აღლუმი გაიმართება, მაგრამ მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ გასულ წელს იყო საიუბილეო აღლუმი, ბევრად ფართომასშტაბიანი, ისეთი როგორიც უნდა იყოს მრგვალი თარიღის აღნიშვნისას. წელს საიუბილეო თარიღი არ გვაქვს, თუმცა აღლუმი მაინც იქნება, მიუხედავად შეკვეცილი ფორმატისა. Эта дата не юбилейная, но парад все равно будет, да, пусть в усеченном формате. Говорит и показывает Москва. დმიტრი პესკოვის სიტყვების მიუხედავად ჯერჯერობით მაინც უცნობია მოუწევს თუ არა მოსკოვს მართლაც იფიქროს სამხედრო აღლუმის გაუქმებაზე, რადგან უკრაინის კონტრიერიშები ძლიერდება, რასაც უკვე ვეღარც კრემლი მალავს. კიევის სამიზნე ახლა მოსკოვია და დედაქალაქის თავზეც სულ უფრო მეტად ჩნდება უპილოტო საფრენი აპარატები. რუსი სამხედრო წყაროები ვარაუდობენ, რომ 9 მაისს უკრაინის შეიარებულმა ძალებმა შესაძლოა სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებიც გამოიყენონ. სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსეი ჟურავლიოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის პირობებში აღლუმი შესაძლოა სახიფათო ღონისძიებად იქცეს. ამიტომ მოსკოვსა და მის გარშემო არსებულ ოლქებში საჰაერო თავდაცვის სისტემები სულ მზადყოფნაშია მოყვანილი. გასულ წლებში რუსი სამხედროები აპრილის შუა რიცხვებიდან აქტიურად ემზადებოდნენ ღონისძიებისთვის. წელს კი აღლუმამდე არასრული 2 კვირით ადრე წითელ მოედანზე ტექნიკური აპარატურის მონტაჟი მიმდინარეობს. ვითარებას ამწვავებს დიპლომატიური ფონიც. საერთაშორისო იზოლაციაში სულ უფრო მეტად მოქცეული მოსკოვი მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი და 9 მაისს ჩამოსულ სტუმართა სიაც მწირია. აღლუმზე დასწრების მზაობა ჯერ მხოლოდ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ და ბოსნიელი სერბების მეთაურმა მილორად დოდიკმა გამოთქვეს. გეგმები შეიცვალა რობერტ ფიცოს შემთხვევაში. მოსკოვში ჩასაფრენად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა და პოლონეთმა უარი უთხრეს საჰაერო სივრცის გახსნაზე. შარშენდელისგან განსხვავებით წელს კრემლს კავშირები გაუარესებული აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანთან. მოკავშირე ვიქტორ ორბანმა არჩევნებში წააგო. ვენესუელის დიქტატორი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კი ამერიკულ ციხეში იხდის სასჯელს. 9 მაისის აღლუმი მოსკოვისთვის არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, არამედ ბოლო წლების განმავლობაში ის იქცა სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ძირითად ელემენტად, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პარალელურად. ამიტომ მისი გაუქმება, ექსპერტების შეფასებით, დასტური იქნება იმისა, რომ კრემლის სამხედრო გეგმებმა კრახი განიცადეს.